მოგესალმებით ჩემი არხის გამომწერებო და მაყურებლებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან მოკლე ბლოგი, რომელიც მიეძღვნება ძალიან საინტერესო საკითხს. საქართველოს რუსეთი დასავლეთი. მინდა გითხრათ, რომ ინტერვიუ, რომელიც 3 წუთნახევარს შეადგენს დაახლოებით, ჩაწერილია აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან, ამერიკელი ჟურნალისტის მიერ. ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ყურადღებით ნახოთ ეს ვიდეო, რომელიც დაახლოებით 3 წუთნახევარი არის და დასკვნებით თავად გააკეთოთ. ჩემ ანალიზს ბლოგის ბოლოს შემოგთავაზებთ. დანარჩენი კი, ჩემი აზრით, დღესავით ნათელია ყველაფერი. არც მაშინ და არც დღეს საქართველოსთვის არაფერი არ შეცვლილა. სასიკეთოდ ყოველ შემთხვევაში. თუ მკითხავთ, უფრო უარესად და უარესადაა ყველაფერი და ამას გააზრება ჭირდება. ეხლა კი ძალიან გთხოვთ ნახეთ ეს ინტერვიუ, უფრო სწორად ინტერვიუს ნაწყვეტი შევარდნაძესთან. Why did you invite Russian peacekeepers here? Pardon, შევარდნაძე, რატო დაპატიჟეთ რუსი მშვიდობის დამცავები საქართველოში? ჩვენ მანამდე ყველა ვარიანტი შევამოწმეთ, ყველა ვარიანტი ვცადეთ. მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხაზითაც სამწუხაროდ არ გამოვიდა სხვა ვარიანტები. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელმაც რეალურად უნდა გადაწყვიტოს ახლა აფხაზეთში კონფლიქტის ბედი, ეს არის SNG-ს შეერეული ძალები, პრაქტიკულად რუსეთის შეერეული ძალები. გაეროს დამკვირვებლებთან ერთად. We've employed all the other possibilities and all the other options, including the UN, but this is the only realistic power that can do something, and meaning the CIS or literally Russia. ჩვენ თანახმოვიყავით NATO შემოსულიყო. We would agree on NATO coming here. But Well, wouldn't NATO have been much better? ნატომ ბევრად უკეთესი არ იქნებოდაო? არ შემოვიდა. yes, but they didn't. Why not? Why did the West abandon you, do you think? რატომ არ მოხდა ეს? რატომ დაგტოვათ დასავლეთმა, ასე ვთქვათ? თქვენ რატომ მოხდა ეს? როგორ გქონიათ? მე ამას ძალიან ისე ნორმალურად ხსნი ამ ამბავს. არ არის დასავლეთი მზად ახლა იმისათვის, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეებზე, უზარმაზარ სივრცეებზე, ასეთი მისია შეასრულოს. I do realize and understand that the West is not ready to cover the huge territory of the former Soviet Union. But ამერიკელი ჯარისკაცი ჩამოვა ახლა კავკასიაში? Do you think that an American soldier will accept the idea of coming to Caucasus? მე მითხრეს ვაშინგტონში რომ არ ჩამოვა. Well, I was told in Washington that they would not. დასავლეთმა კარგად არც იცის კავკასია რა არის. ეს ურთულესი ფენომენია, ურთულესი რეგიონია, რომელიც ძალიან გრძნობიარე ძარღვებით დაკავშირებულია ძალიან დიდ სახელმწიფოებთან. კონფლიქტი კავკასიაში შეიძლება ძალიან დიდი კატაკლიზმების წყაროთ იქცეს. ეს დასავლეთში არ ესმით. მე ვფიქრობ, ეხლაც შეუძლია დასავლეთს უფრო აქტიური იყოს და ხელი შეუწყოს კონფლიქტების მოგვარებას და მოწესრიგებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ტალღა დასავლეთის წინააღმდეგაც შებრუნდება. მე მგონი ყველამ გასაგებად მოისმინეთ
ის კითხვა და ის პასუხი, რომელიც აგერ 30 წელიწადია ტრიალებს ქართულ საზოგადოებაში და თავი და ბოლო არ უჩანს. მე მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ ეს არის 1994 წელი, როდესაც რუსეთის იმპერია კატასტროფულად დაცემულია, რომელსაც დაკარგული აქვს მისი გავლენის სფეროების 90% და თავად რუსეთი ეკონომიკურ კრიზისში და პოლიტიკურ კრიზისში არის ჩაბმული. ამ დროს დასავლეთი პირიქით ძლიერია, ჰეგემონია, ერთპოლუსიანი სამყარო არსებობს. შევარდნაძე კი ის პოლიტიკოსია, რომელი პოლიტიკოსიც დასავლეთში ყველაზე მეტად მიღებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრციდან გორბაჩოვთან ერთად. მაგრამ როგორც ხედავთ, დასავლეთი არც მაშინ და დღეს რა თქმა უნდა არ არის მზად იმისთვის, რომ კავკასიაში თავისი გავლენა გააძლიეროს იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენი ნეოლიბერალები მოგვიწოდებენ. ეს არის ნატო, ეს არის სამშვიდობო ფორმატები თუ ეკონომიკური გავლენა. შევარდნაძე ძალიან ნათლად სცემს პასუხს ჟურნალისტს, რომ ჩვენ ვიყავით თანახმა საქართველოში ნატოს ძალების შემოსულიყო. მაგრამ მე ვაშინგტონში მითხრეს, რომ ამერიკელი ჯარისკაცი კავკასიაში არ იბრძოლებს. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შევარდნაძეს უარი უთხრეს სამშვიდობო ჯარების განთავსებაზე გაეროს მანდატის სახით, რომელიც იმ პერიოდის ბალკანეთის ქვეყნებში აბსოლუტურად ნორმალური პროცესი იყო. და რაც მთავარია, საინტერესო არის ის ფაქტი, რომ როდესაც ინტერვიუ სრულდება, შევარდნაძე აფრთხილებს და ანალიტიკურ განცხადებასაც აკეთებს, რომ თუ კი დასავლეთი არ ჩაერევა კავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში და არ იქნება უფრო აქტიური ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ასეთ შემთხვევაში ეს ტალღა ადრე თუ გვიან დასავლეთისკენ შებრუნდება. მას შემდეგ 30 წელიწადი არის გასული. დღევანდელი რუსეთი არ არის ელცინის პერიოდის რუსეთი, ის პუტინის მიერ მართული რუსეთია, რომელსაც მაშინდელი რუსეთიდან განსხვავებით ეკონომიკური ბერკეტები, სამხედრო შეიარაღებული ძალები უმაღლეს დონეზე ყავს მობილიზირებული და აყვანილი და ეს ტალღაც დასავლეთისკენაა შებრუნებული. ადამიანი უნდა იყოს ყოველად გაუნათლებელი, რომ გჯეროდეს ის რაც დასავლეთმა 1994 წელს ვერ შეძლო, შეძლებს 2024 წელს. ან უბრალოდ შენი სამშობლოს მოღალატე უნდა იყო, რომ უბრალოდ გაატარო ის ქვეყნის დამაქცევარი პოლიტიკა, შეპყრობილივით იძახო ნატო მინდა, ნატო მინდა, ნატო მინდა. ამით კი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს რეალურ ძალას კავკასიაში, რუსეთის იმპერიას მისცე საშუალება შენი სამშობლოს ოკუპაციისთვის. ძალიან მინდა, რომ ქართველებმა, რომლებსაც რომ კითხო საკუთარი ქვეყნის სიკეთე უნდათ და თან დასავლური ცივილიზაციის ქოლგის ქვეშ ცხოვრება უნდათ, კარგად გაიგონ და კარგად გაიაზრონ შევარდნაძის სიტყვები და კარგად დაუკვირდნენ მის პერსონას. ეს არის ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში ზედმეტსახელად თეთრ მელას ეძახდა. და ყველა ნორმალურმა ქართველმა კარგად იცის შევარდნაძის მზაკვრობის, ეშმაკობის, ბოროტების და მოხერხების ამბავი. მაგრამ გეოპოლიტიკაში მსგავსი რამეები, რასაც ქვია პიროვნული პატივისცემა, რასაც ქვია შეიძლება პიროვნული ავტორიტეტი და ესე შემდეგ, ვერანაირი შედეგი მაშინდელი საქართველოსთვის ვერ გამოიღო. ამით უმეტეს დღესდღეობით ადამიანები, რომლებიც შევარდნაძესთან განსხვავებით დასავლეთის თვალში 1 გრამ წონასაც ვერ წარმოადგენენ, ვერ შეძლებენ საქართველოში
ძალთა ბალანსის შეცვლას და კავკასიაში ნატოს ბაზების თუ ნატოს ჯარების შემოყვანას. მათ რაც შეუძლიათ, ეს არის ერთადერთი. მათი წივილით, კივილით თბილისის ქუჩებში ძახილით არარუსულ კანონს და ესე შემდეგ დასავლეთი გვინდა, მაქსიმუმ რაც შეიძლება გააკეთონ, გამოიწვიონ რუსეთი, რომელიც ბოლო 30 წელიწადია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს და არც ამ მომენტისთვის აქვს შეწყვეტილი. მეორე ფრონტის გახსნით კი საქართველოს, როგორც კი სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტის არსებობას საბოლოოდ დაუსვამენ წერტილს. ნუ იქნები შენი სამშობლოს მოღალატე, გაანძრია თავი და იაზრობდი. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.